შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. დღეს მნიშვნელოვანი საპროტესტო დღე არის, პროტესტის 59 დღეს იფიცება საქართველოს, მთელი საქართველოს მასშტაბით 3 საათზე. ყველა ბიზნესი ორგანიზაცია, მცირე საწარმო ასე შემდეგ 3 საათზე პროტესტის ნიშნად ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ თავს თვლიან პროტესტის ნაწილად, იფიცებიან, ხურავენ ოფისის კარს და გამოდიან სამსახურების წინ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გააპროტესტონ და გამოთქვან საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იმ თვალსაზრისით, რომ ამდენი ხანი არ ყოფილა გაფიცვა. პირველი გაფიცვის ეპიზოდი როცა იყო არ ვიცი რამდენიმე კვირის წინ 1 საათით იყო მხოლოდ 12 საათიდან პირველ საათამდე, მაგრამ ახლა უკვე 3 საათიდან 6 საათამდე და როგორც წესი ვიცით, რომ 6 საათზე ძირითად შემთხვევებში თავდება სამუშაო საათები, ან ფაქტიურად 3 საათიდან მთელი დღე ადამიანები საკუთარ პროტესტს გამოხატავენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ დღეს 3 საათზე იფიცება საქართველო. ხო სანდრო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაფიცვას ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდება, იმიტომ რომ ლოგიკურია ამ ყველაფრის მერე ისმის შეკითხვა, რომ აი ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რომ საზოგადოება რაღაცნაირად ერთიანი გახდეს ამ გაფიცვაში. ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების და მე ვიტყვი, რომ საქართველოს უმრავლესი ნაწილი დღეს არის ძალიან სწორ პოზიციაზე, მაგრამ სამწუხაროდ რჩებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად დუმან ამ ყველაფერზე და ჯერჯერობით თავს იკავებენ რეაქციისგან. ისინი რაღაცნაირად არ უერთდებიან ამ სახალხო პროტესტს და მართლა ვერ ხვდები ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს და სწორედ ამაზე მეტი რომ არ მოხდეს და სამწუხაროდ ამისი მაგალითები ჩვენ გვაქვს, რაც მოხდა ბელორუსიაში, რაც მოხდა რუსეთში და ეხლა არის პასუხისმგებლობა სწორედ აი ამ ადამიანებზე, ვინც დღეს კიდევ დუმილის, ასე ვთქვათ, პოზიციაზეა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდში დგომა და ამ პროტესტის, ასე ვთქვათ, კიდე გაფართოება, იმიტომ რომ ყოველდღიურად ის წნეხი, რომელსაც ქართული საზოგადოება გადის, უკვე წარმოუდგენელია ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს ცხოვრება. ამდენი ნაწამები ადამიანი, ამდენი მოტყუებული ადამიანი, ამდენი უსამართლო პატიმარი, გამწარებული ადამიანები და ყოველდღიურად უკვე რაღაცა იმათ გადაიქცა ეს ყველაფერი. აი გუშინ შეგრძნება მქონდა, რომ საშუალება რომ მიეცეთ და რაღაცა ნაწილი, ასე ვთქვათ, ჯგუფის ადამიანების გამოყონ მათ, ალბათ გადაუვლიდნენ დიდი სიამოვნებით მთელს ქალაქს და ქვეყანას და ესე დაცხრილავდნენ და მოასუფთავებდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მათ არ ეთანხმებათ. ამიტომ დღეს დუმილის დრო ნამდვილად აღარ არის და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად გაფართოვდეს ეს გაფიცვა და ერთი რამე მინდა აღვნიშნო. მას მერე რაც PSP-მ გუშინ სხვათა შორის განცხადება გააკეთა და ის რამდენიმე წუთით უერთდება ამ გაფიცვას და ნუ გასაგებია, რომ ის სააფთიაქო ქსელია და რაღაცა თავისი წესები აქვს მათ. ძალიან ისეთი იყო თვალში მოსახვედრი იყო, რომ გუშინ როდესაც ეს მსახიობების მარში დაიძრა და ჩვენ ახალი თეატრიდან რუსთაველის თეატრამდე წავედით, აი როდესაც ამ PSP-ს აფთიაქებთან ჩავდიოდით, მათი თანამშრომლები იყვნენ გარეთ გამოსული და ისინი ასე ვთქვათ, გამოხატავდნენ სოლიდარობას და თანადგომას და ეს ნიშანია იმისა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა არის ახლა ასე ვთქვათ, დიდი ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, იმიტომ რომ როდესაც ეს ხელმძღვანელები სწორ პოზიციაზე არიან, უფრო მეტი თავისუფლება აქვთ მათ თანამშრომლებს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიურად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა, ადამიანებს ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ გაიფიცებოდა კიდევაც და ქუჩაშიც გამოვიდოდა, მაგრამ ისინი არიან სამწუხაროდ შეშინებულები იმით, რომ მათ შეიძლება დაკარგონ საარსებო წყარო, დაკარგონ ხელფასები. ამიტომ აი ძალიან ეს მინდოდა მეთქვა, რომ მათზე დიდი პასუხისმგებლობა არის, ასე ვთქვათ, ორგანიზაციების ხელმძღვანელობებზე. მაიკო, მეც მინდა ერთ-ერთი სიტყვით შევეხო მაგნად დუმილის ნაწილს. დუმილი არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხელისუფლების ხელში და ამაზე მეტყველებს ის თუ რამდენმა ადამიანმა ეხლა ამ მოვლენებში, ამ 59 დღის განმავლობაში გამოხატა საკუთარი პოზიცია და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების საპროტესტო პროცესში შემოერთება, მაგრამ გავიხსენოთ რა ხდებოდა პირველი რუსული კანონის დროს, მეორე რუსული კანონის დროს, ანუ იქ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ხმას არ იღებდა. ზუსტად ამ დუმილმა მოგვიყვანა იქამდე, რომ არჩევნები ასე გაყავდა, შემდგომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ხდება ის, რაც ხდება და ვხედავთ უამრავ ადამიანს დაკავებულს, აქედან
და ნახევარზე მეტი ნაწამები, ნაცემი გუშინ საბას ხვიტარიძის შემთხვევაშიც უკვე ამ სპეციალურ საგამოძიებამაც კი ვერ დახუჭა ამაზე თვალი და აღიარეს მიცეს მას დაზარალებული სტატუსი. ჟურნალისტებს აკავებენ, ჟურნალისტებს ხვდებიან სასტუმროში, ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიტიკოსებს ფიზიკურად უსწორდებიან, გუშინ გიორგი კახარიას გაუსწორდნენ ფიზიკურად. ან ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა არის ის გარდა იმისა თუ როგორი სახე აქვს ზოგადად ამ რეჟიმს, ეგ არის რა თქმა უნდა თავრიზი, მაგრამ ჩვენი დუმილი იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ხმას არ იღებენ, ამ პროცესს აძლევს, საწვავს, რომ მათ უფრო მეტი გაბედონ, უფრო მეტი გააკეთონ, უფრო მეტი რეპრესია შემოიტანონ ამ საზოგადოებაში და ამიტომ ყველაზე ცუდად, ყველაზე ჭახეთ ისმის იმ ადამიანების დუმილი, რომლებიც ახლა ჯერ კიდევ კონფორმისტულ პოზიციაში არიან და ფიქრობენ, რომ მათ ეს არ შეეხებათ. აუცილებლად ყველას შეეხება, თუ ყველამ ერთად არ ამოვიღეთ ხმა. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ერთი თვის წინ ჯერ ხმას არ იღებდნენ და მერე შემდგომ მაინც გამოუშვეს სამსახურებიდან, არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი. ამიტომ თუ კიდევ ვინმე არის დარჩენილი საჯარო სამსახურში, მათი ხმა არის ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა, რომელიც მათ უნდა ამოიღონ აუცილებლად. ბექა ადამაშვილი ყავს ჩვენ ჩართვით სტუმრად, მწერალი. მოგესალმებით ბექა, ჩვენ გამოვეხმაურეთ თქვენს ასე ვთქვათ Facebook სტატუსს დუმილთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორად და ზუსტად არის გამოხატული ის რაც დღეს ჩვენ გვაწუხებს ყველას, იმიტომ რომ დღეს ნამდვილად დუმილის დრო არ გვაქვს, დუმილის დრო არ აქვს საქართველოს. კი, არა, ხო Facebook წუხილი იყო, სტატუსზე მეტი იყო. წუხილი სტატუსის სახით მაშინ ასე ვიტყოდი. ხო, გეთახმებით გისმენთ ხა და გეთახმებით ყველაფერში, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი, როდესაც ხმაურობს მაგ შემთხვევაში, უფრო და უფრო ძლიერი არის ხოლმე ზეწოლა და მე ეხა ფიქრობდი ზუსტად რომ ეს სიბნელე, როდესაც არის, შეიძლება რამდენიმე სანთელი იყოს და პატარ-პატარა ადგილები გაანაწეს, მაგრამ რაც უფრო მეტად იმატებს ეს სინათლე, მით უფრო მარტივი არის მე ამ სიბნელის დამარცხება და ეს არის ადამიანების თითოეული ძალა, რომ რაც უფრო მეტი ამოიღებს, მას მით უფრო მარტივად შეიძლება მე მოხერხდეს ის, რომ გადავაგოროთ როგორღაც ეს პერიოდი. თან ეს სტატუსი უფრო მეტად დუმილზე კი იყო, მაგრამ უფრო იმაზეც იყო, რომ ადამიანები, რომლებსაც 59 თუ ამდენი დღეც არის უკვე გასული წლის განმავლობაში არაფერი არ მოხდათ თვალში, ვერაფერი ვერ დაინახეს, ვერაფერი ვერ გაიგეს და უცებ როგორც კი ერთი კადრი დაინახეს რაღაცა, რომ თურმე პოლიციელს ურტყამს ხალი, მაშინვე გამოვარდა ყველა და დაიწყეს რაბა ეს როგორ შეიძლება და უფრო მაგაზე იყო რომ ერთი არის დუმილი და მეორე არის რაზე იღებ ხმას და ეს ხმის ამოღებაც სწორ დროს არ მოხდა. იგივე დაახლოებით სიტუაცია იყო, როდესაც მოსამართლეები იკრიბებოდნენ და მთელი წუხილი გადაიზარდა იმაში ამ დუმარი ხალხის, რომელსაც იმ მომენტში ამოიღეს ხმა, რომ კერძში ჩაუფურთხეს თუ არ ჩაუფურთხეს. მაგ დროს ის სხვა არ არის მნიშვნელოვანი, ვინმე ჩაგიფურთხეს თუ არა, თუ არ იმ სფეროზე არ ხარ თქმა. ის არის მნიშვნელოვანი, რომ ესეთ რაღაცაზე იღებ ხმას. და ნაწამებ ადამიანებს ბექა თან აი სულ მახსენდებოდა აი ქალბატონ მზიასთან მიმართებაში, როდესაც ის პოლიციელს ასე ვთქვათ სილას გააწნავს სახეში და რა ამბავი ატყდა და ნუ ნამდვილად არ არის ასიამოვნო, მაგრამ თელმა საქართველოს პირდაპირ ეთერში ნახა TV პირველის ჟურნალისტებზე საშინელი ზეწოლა. ეს არ ვიცი, ზეწოლა კი არა, ნუ მსგავსი, აი კინოშიც კი არ მიყვარს ასეთი კადრების ყურება. პირდაპირ ეთერში როგორ მოექცნენ ჟურნალისტს და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ისინი, თელმა საქართველოს პირდაპირ ეთერში ნახა. არც ერთი ამ მოძალადის სახელი და გვარი არ ვიცით. ის კი არა რომ მათ პასუხი აგონ ამ საქციელზე, არც კი ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები. და აი ამ ყველაფრის ფონზე არაჩვეულებრივი ჟურნალისტი არის საპატიმროში, წარმოუდგენელი, აი ამაზე სიჩუმე დღეს არის წარმოუდგენელი. ვინც ვიცით, ახლა სულ ახალი ამბავი არის, ვინც ვიცით, რომ ვინც დაესხა თავს, გუშინ ღია კამერების წინ, ისიც ნახოთ დღეს როგორ გაგრძელდება ეგ ამბავი, მაგრამ ამაზე ხო უფრო რთული არის თვალის ახოჭა, ნიღაბი არ ფარავს და არაფერი, მაგ შემთხვევაში გულისხმობ, რაც თავდასხმა მოხდა გუშინ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს შერატონში. ხო და უფრო მაგაზე იყო რომ გაუგებარეს ამ დუმილს რამდენიმე ახსნა აქვს. ერთი შეიძლება იყოს როგორც აღნიშნეთ ეშინია, მეორე რაც მეტნაკლებად გასაგები არის, მეორე შეიძლება იყოს რომ არადარდებს, რაც არ არის გასაგები საერთოდ, იმიტომ რომ თუ ცხოვრობ ამ ქვეყანაში, მაშინ უნდა გადარდდეს კიდევაც რაც ხდება ქვეყანაში. მესამე ყველაზე ცუდი ვარიანტი არის რომ ეთანხმება იმას რაც ხდება და ესეთ რაღაცებს რომ ეთანხმები, ეგ კიდევ უფრო რთული სიტუაცია არის, იმიტომ რომ
ვისაც ეშინია, ის კიდევ შეიძლება რომ ასე თუ ისე გადმოიყვანოს შენ მხარეს. თუ ეთანხმება მაგ შემთხვევაში უფრო ჭირს ხოლმე ეგ ამბავი. მეოთხე არის რომ შეიძლება უბრალოდ ემპათიის უნარი დავკარგეთ ადამიანებმა დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ როცა ხედავ დავუშვათ პატიმრების მშობლები რა დღეში არიან და მაგაზე არ გაქვს რელევანტური რეაქცია, ნიშნავს რომ მაინც და მაინც არ გაწუხებს იმ ადამიანის ამბავი და ეს მიუთითებს იმაზე რომ უბრალოდ ის კი არა რომ დუმს იმაზე მიუთითებს რომ შეიძლება ვერც იაზრებს რაც შეიძლება განიცდდეს იმ მომენტში კონკრეტული ადამიანი. ჩვენ ხო ის ქვეყანა ვართ, რომელსაც თავის დროზე ხალხური ბალადა დავწერეთ ვეფხისა და მოყმის შესახებ, სადაც ესეთი ფრაზა არის, რომ იქნება ვეფხის დედა, ჩემზე მწარე და ტირისაო და ამ შემთხვევაში იმასაც კი არ ფიქრობ, რომ იქნება რა აწუხებს იმ მშობელს, თვითონ ბედნიერები არიან და ალბათ დააშავა და მაგიტო ზის ციხეში როცა ამბობენ ხოლმე ამ ახალგაზრდებზე ყოველგვარი ვიზუალური დასაბუთების გარეშე არანაირი არგუმენტი არ არსებობს, არანაირი საბუთი მტკიცებულება არ არსებობს და მაინც ხელს ადებენ ადამიანები, ვინც სხვა რაღაცებზე დუმან და ამაზე იღებენ ხმას, ამბობენ რომ შეიძლება დააშავა და მაგიტო ზის და ზოგჯერ უფრო მტკიცებით ფორმითაც ამბობენ ხოლმე, რაც თვითონ არ უნახავთ და რაც ნახეს იმაზე ჩუმად არიან. ეგ არის ძირითადად იმ სტატუსის პათოსი, რის თქმაც მინდოდა გუში. ბექა, შენ როგორ ხედავ, საინტერესო არის, აი რაღაცა კულმინაციისკენ შეიძლება ვთქვათ, რომ მიდის ეს პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის. თუმცა მე ვფიქრობ, ჯერ კვანძიც არ არის შეგროვილი. არა, ხო, მაგრამ რაღაც ლოგიკურ კულმინაციამდე უნდა მივიდე, ესე რაღაც წლები ვერ გაგრძელდება, ცხადია, გააჩნია ხა კულმინაციაზე მისასვლელსაც რამდენ ხანს დავარქმევთ ისთვის ადრე ისთვის გვიან. მაგრამ ბექ, შენ როგორ ხედავ, დაემატება თუ არა ამ საპროტესტო, გავიარეთ ის პროცესი, როდესაც შეიძლება ადამიანები მოიმატონ ამას და ხმა აიმაღლონ იმ რეპრესიების გათვალისწინებით რომელიც ხდება და მე საჯარო სამსახურის შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ხმის ამაღლების ნაწილში არის ზუსტად ეგ ადამიანები, რომლებიც ძალიან ხმამაღლად უმან და დღეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ამ ადამიანებისთვის რომ მათი პოზიცია გამოხატონ და თუ ექნებათ ამის შესაძლებლობა და სურვილი გამოვიდნენ და გაიფიცნონ საჩვენებლად. თუ არის კიდევ დარჩენილი სივრცე იმისთვის რომ ამ პროცესში შემოემატონ ადამიანები და ხმა აიმაღლონ. შენი შეფასებით. წესით რა თქმა უნდა ყოველთვის არის ეს სივრცე, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ ზეგან ემპათიაზე, ზუსტად ეგ არის, რომ ემპათია არ არის უბრალოდ იმის თქმა, რომ აიმე რაც საწყალი არის და მე გააგრძელოთ ცხოვრება ისე როგორც ცხოვრობ. იგივე როცა შენს თანამშრომელს ხედავ სამართლად თავისუფლებენ, ჩემთვის რთული წარმოსადგენი არის, როგორ შეიძლება რომ ისევე ჩუმად გააგრძელო მე მუშაობა, იმიტომ რომ უბრალოდ გადაივადო ალბათ ცოტა ხნით გაშვება შენ თვითონაც, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველას ჩაანაცვლებენ თუ კი ეს რეჟიმი განმტკიცდა და გააგრძელდა ესე როგორც ხდება და კულმინაციას რაც შეეხება, ხო, ცოტა რთულია, ბევრჯერ ყოფილა ვარაუდი რომ ეხა რეჟიმი აგონიაში არის და ეხა უკვე ბოლო ფაზა არის და იმის მერე გავიდა დიდი დრო და ამიტომ ვერიდები ხოლმე ესე პროგნოზირებას რაღაცებისაც ცოტა რთული პროგნოზირებადი არის. ხო, იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება მოვლენები. ხო, იმდენი რაღაცა ემატება, უფრო და უფრო ემატება თან, ეგ არის ალბათ კულმინაციისკენ მიმავალი გზა, რომ ნელ-ნელა ადის ზემოთ. მაგალითად, ეხლა როდესაც არაღიარებული პარლამენტი, არალეგიტიმური დეპუტატები ესხმიან თავს ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ეს უკვე არის რაღაცა ახალი საფეხური. ჟურნალისტებზე ნანახი გქონდა აქამდეც, პოლიტიკოსების ნანახი გქონდა, მაგრამ ნანახი გქონდა არა დეპუტატების მხრიდან, არამედ ცოტა უფრო ნიღბიანი ადამიანების კუთხით. ტიტუშკებად ქცეული დეპუტატები. ხო და აი ეგეც რაღაც არის ახალი ეტაპი, ნახოთ ეხლა რა გამოხმარება მოყვება და მე არ ვიცი, ბევრი ადარებს ხოლმე ბელორუსიას და იქ რაც მოხდა, ისე თუ გაგრძელდა, თვალად კარგი არ იქნება ქვეყანისთვის. ესე არ მოხდება დარწმუნებულები ვართ. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ბევრი განმასხვავებელი არის. ეს არ შეიძლება ხდებოდეს ორი სხვადასხვა ტიპის ქვეყანა ზუსტად ერთნაირად წავიდეს ერთ ადამიანს, მithwet-ეს იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცით რომ სხვა ქვეყნის მაგალითები და შეგვიძლია რომ პრევენციულად რაღაც ისეთი ზომები მივიღოთ რომ აქამდე და მაინც მე ვფიქრობ რომ აი ამ ქვეყნებისგან განსხვავებით რუსეთისგან და ბელორუსიისგან საქართველოს ბევრად პატარა ქვეყანა და გენეტიკურად ამ ერს ეს მებრძოლი ხასიათი აქვს გენეტიკურად, იმიტომ რომ გამუდმებით მას თავდაცვა უწევდა. ამიტომ შიში რომელიც თქვათ დაშინება, რომელიც იქ მუშაობს, მე ვფიქრობ რომ ამ ქვეყანაში და ქართულ ხალხში
არ იმუშავებს, იმიტომ რომ გენეტიკურად ჩვენ ბრძოლისთვის ვართ დაბადებულები. ასე მოგვიწია, სულ არ გვინდა ეს, მაგრამ გამუდმებით თავდაცვის რეჟიმში არის ეს ქვეყანა დაარსების დღიდან მოყოლებული. ზუსტად როცა იცავენ ისტორია, სადაც ჩვენ ვიცით, რომ ერთ ქართველზე მოდიოდა 5-10 მტერი და ეს იამაყებათ და მეორე დღეს გამოდიან და 5-10 ადამიანი მიდიან ხოლმე ერთთან მიპარვით და ეგ ცოტა უცნაური სიამაყე არის ხოლმე ისტორიის, როდესაც წინაპრების გიამაყება რომ 10 კაცს ებრძოდე და შენ თვითონ 10 ადამიანთან ერთად მიდიხარ რომ ერთი ადამიანი როგორღაც გამოიჭირო და ისიც ან იეპარო ან რაღაც ქნა. როგორც ესე იცავენ ისტორიას რომ რა პათოსითაც მგონია რომ იგივე პათოსი აქვს სხვა დანარჩენ და იგივე სიყალბე აქვს სხვა დანარჩენ ტრადიციებს როგორც ისედაც უნდათ. მადლობა. დიდი მადლობა ბექა, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს წარმატებები, მადლობთ. ხო, ერთ-ერთი რაც ჩვენ თქვი მაიკო დანიშნულოვანი მომენტი ეგეც, მაგრამ მეორე მომენტი ასევე არის, რომ ბელორუსია ძალიან კონსოლიდირებული დიქტატურა არის, იმ თვალსაზრისით, რომ იქ 30 წელზე მეტია, 20 წელზე მეტი არის ერთ და იგივე ადამიანი, ერთ და იგივე დიქტატორი მართავს ქვეყანას და იქ ბევრად უფრო კონსოლიდირებული არის ის ძალები, რომელიც პროტესტის ჩასახშობად არის შექმნილი, მათ შორის საჯარისო ფორმირებები და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ამიტომ იქ ბევრად სხვა მარწუხები აქვს რეჟიმს, ვიდრე ჩვენთან. ჩვენ რაღაც გარდამავალ პერიოდში გვაქვს სადაც ბევრად უკეთესი შანსები გვაქვს აქედან გამოსვლის, ვიდრე ბელორუს ხალხს გქონდათ, რაც ბელორუს ხალხს ნამდვილად ვერ ვიტყუდეს რაღაცა ვაჟკაცობა არ აქვს თან რამე მსგავსი, მაგრამ იქ სხვა მოცემულობაა და სხვა სიტუაცია არის. ძალიან ასე ვთქვათ, ჯერ პირველ რიგში მინდა ვახსენო ის, რომ 11 საათზე გიორგი ოკმელაშვილის პროცესი დაიწყო და ახლა ხანს დასრულდა და გადაიდო 24 იანვრამდე. ჩვენ თუ გვექნება შესაძლებლობა იქ გადაცემის მსვლელობის დროს იქ გიორგის სიტყვით გამოვიდა და გავუშვებთ, თუ გვექნება ამის შესაძლებლობა, თუმცა მანამდე მინდა რომ ასევე ჩემთვის ძალიან ემოციურ ტრაგედიას შევეხო პრინციპში, რაც გუშინ გაჟღერდა და სოციოლოგ ქსელში დაიწერა ამის შესახებ. გიორგი ახობაძის შემთხვევაზე მინდა ვისაუბრო, რომელიც პროტესტის პირველივე დღეებშივე მალევე დააკავეს, ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალება. გიორგი არის უაღრესად პატრიოტი ადამიანი, ექიმი, არაერთი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. მე სამწუხაროდ არ მქონია იმის შესაძლებლობა, ეს ადამიანი გამეცნო კარგად, მაგრამ შორიდან ესე ვიცნობდი, იმიტომ რომ ის მარტის აქციებიდან მოყოლებული ძალიან აქტიური ადამიანი იყო, ასწავლიდა ადამიანებს თავდაცვის შესაძლებლობას, თუ როგორ უნდა დარჩენილიყვნენ უსაფრთხოდ პროტესტის მსვლელობის დროს და მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული დემონსტრანტი იყო ამ აქციების მიმდინარეობის დროს და რეჟიმმა ის სამიზნეში ამოიღო და ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება და არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც სავალდებულო არის იმისათვის, რომ ბრალი შედგეს და ასე ვთქვათ მინიმალური სტანდარტი. რაც არ გვიკვირს, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა გვაქვს. აკმაყოფილებული არც სამხრე კამერები, არც მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები, არც ტელეფონით გადაღებული კამერები, რომელიც მათ ყველასთან ჰქონდათ. მოკლედ გვაქვს ისე საქმე იმ აბსურდულ ბრალდებასთან, რომელსაც რეჟიმი ძალიან ხშირად იყენებს იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მათ პოლიტიკურად ხელს უშლით და იარაღის ჩადება და ნარკოტიკული საშუალების ჩადება, აქაც იგივე შემთხვევა აქვს, სხვა შორის ნიკა კაციასაც იგივე სიტუაცია აქვს, რომელსაც ასევე მინდა სოლიდარობა გამოუცხადა, მაგრამ გიორგი ახობაძეს ამბავი, როდესაც გავრცელდა დაკავების, მაშინვე გავრცელდა ის ამბავიც, რომ გიორგი ცხოვრობდა დედასთან ერთად მარტო, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული, კომაში იყო და გიორგი იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მას უვლიდა და სამწუხაროდ გიორგის დედა გარდაიცვალა გუშინ. მას მეგობრები მას შემდეგ რაც გიორგი დააკავეს, მოახერხეს ის, რომ გადაეყვანათ კლინიკაში და ქალბატონისთვის გაეგრძელებინათ მოვლად, თუმცა სამწუხაროდ გუშინ უკვე გიორგის დედა გარდაიცვალა და გუშინ ყველამ ნახა ალბათ ბორის ჩელეყულუას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაავრცელა ეს ინფორმაცია. ჩელი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახერხებს გიორგისთან შესვლას ციხეში, ის ადვოკატია და მასთან ხშირი კომუნიკაცია აქვს და მოგუყვება ჩვენი სტუმარი არის ბორის ჩელეყულუა კოალიცია ცვლილებებისთვის. მოგუყვება თუ როგორ მდგომარეობაში არის გიორგი და რა მოხდა თუ პირამე გამორჩა ამ ისტორიაში. მოგესალმებით. სალამ. აქ ახლა პოლიტიკური ანალიზების კეთება მგონი ამ სიტუაციას დიდად არ ჭირდება, უბრალოდ მოვუყვეთ ადამიანებს, ვინც არ იცის რა მოხდა
რეჟიმმა დააკავა გიორგი იმის გამო რომ მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოსწონდათ და ეს დაკავება განახორციელეს მისთვის ჯიბეში ნარკოტიკის ჩადებით გამომდინარე იქიდან რომ წარსულში იყო ნარკოდანაშაულისთვის დასამართლები თუმცა საკუთარ დამოკიდებულებაზე რომელიც დაძლია მასაც თავად ბევრი უსაუბრია სხვა ადამიანებსაც დახმარებია ამ დამოკიდებულების დაძლევაში მიუხედავად იმისა რომ ექიმია პროფესიით და პროფესიონალია და დედას მარტოული და ლუგინა ჩავანილი დედას მას ყველანაირი საფუძვლის გარეშე ახვითი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და როცა ეხლა პატიმრობაშია და ელოდება საქმის არსებით განხილვას მოხდა ისე რომ დედამისი გარდაიცვალა ანუ ამ კაცს წაართვეს უფლება რომ დედასთან ყოფილიყო ბოლო წუთებში და მე მაგაზე ვფიქრობ რომ აი ამ საქმეში ჩართული ადამიანები თუ იაზრებენ ნეტა იმ ტრაგედიის სიმძაფრეს რაშიც მონაწილეობა მიიღეს და იმ ტკივილის ხარისხს რომლის გენერირებაშიც მიიღეს მონაწილეობა ჩემ აზრით ვერ იაზრებენ ყველას გონია რომ ვიღაცამ რაღაც დაავალა წავიდა გაურკვეველი ნივთიერება ვიღაცას ჭიბეს ჩაუდო იმიტომ რომ ესეთია სისტემა ესე უნდა მოიქცნენ და საბოლოოდ მდუმარე ადამიანებზე დგას სისტემა და ასეთ ხალხზე დგას სისტემა რომელიც არ ფიქრობს აი გიორგის რო უყურებდი ფიქრობდი რომ ნეტა ესეთი ტკივილს მეთქი ის ადამიანები განიცდიდნენ ვინც ეს კაცი ამ დღეში ჩააგდო თქო მაგრამ მე მივხვდი რომ ვერ განიცდიან ეგეთ ტკივილს ფიზიკურად შეუძლებელია სხვა ადამიანის სიყვარულით გამოწვეული ტკივილი რო განიცადონ მაშინ ზოგადად ადამიანი უნდა გიყვარდეს და ადამიანს უნდა აფასებდე ერთადერთი ტკივილი რასაც ეს ხალხი განიცდის იქნება საკუთარი თავის და საკუთარი უკანალის სიყვარულით გამოწვეული ტკივილის განცდა რომელსაც დაიხმარება ის პროცესი რაც მიმდინარეობს ეხლა რუსთავოზე რომ თავარი თემა აქ რაც არის ის რომ კაც წაართვეს დედასთან ბოლო წუთებში ყოფნის საშუალება. უკაცრავად შეგაწყვეტინებთ არის იმისი ასე ვთქვათ შანსი რომ აი ამ დღეებში ამ ძიმე დღეებში ვთქვათ გამოუშვან ცოტა ხნით მაინც. მაგაზე ვსაუბრობდი ანუ ეხლა არის იმის საშუალება რომ გიორგი წამოიყვანონ და დაასრონ დედის დაკრძალვას იმის საშუალება მაინც მისცენ რომ დედა ბოლო გზაზე გააცილოს აქვს ამაზე უარის თქმის უფლება მათ კანონის მიხედვით, თუმცა მორალურად ჩემი აზრით არ აქვს ამაზე უარის თქმის უფლება და პირველ რიგში ეს მგონია რომ გიორგის კი არ ჭირდება, მათ ჭირდებათ რა, რაიმე ადამიანური თუ დარჩა ამ ხალხში და მორალური თუ სულის ნაწილი, ნაგლეჯი, რა ვიცი, რისი ჯერა ცხოვრებაში რამე თუ არსებობს მათთვის ეს თუ დარჩა, მაგის გადასარჩენად კარგი იქნება, რომ ამ კაცს არ შეუზღუდონ უფლება იმის, რომ დედა ნახოს ბოლოჯერ და ბოლო გზაზე და ავიცი ვთხოვ, მოვითხოვ, რამე თუ არსებობს ქვეყანაზე უნდა ადგნენ და საბადრაგო რესურს უნდა გამოყონ და როგორმე ის უნდა დააორგანიზონ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, უნდა მიხვდნენ საბოლოო ჯამში სადღაც მე არ ვიცი ზოგადად როგორ შეიძლება გაზარდო ადამიანი ან გაიზარდო, სად უნდა მოხდეს მისი ზრდა და პიროვნება ჩამოყალიბება, რომ აი ამ სიტუაციას უყურებდეს და ფიქრობდეს, რომ კი მართალია ის ვინც ეს კაცი ციხეში ჩააგდო, თლად რომ დამნაშავე იყოს და თლად რომ ავის მკვლელი იყოს და რეციდივისტი იყოს, საბოლოო დედა ხო ერთი ყავს ადამიანს და დედა ყველას უყვარს და არ შეიძლება რომ ესეთი რაღაცეები მოვაკლოთ ხალხს და ეს შეუზღუდოთ. ქართული ოცნების ამორჩეველი კი არა, ვისი ამორჩეველიც არ უნდა იყოს. პოლიტიკურ ანალიზებზე მაგითო თქვის, პარტიებზე მაღლა არის, პოლიტიკაზე მაღლა არის, ბევრ რაღაცაზე მაღლა არის, ადამიანობამდე მიდის და მაგ ადამიანობიდან გამომდინარე რამე მაინც უნდა მოძებნონ საკუთარ თავში ადამიანობის პატარა ნაგლეჯი შერჩენილი რამე თუ არის, რომ მერე გაღვივების საშუალება ქონდეს, თორე ისე ასეთი დამოკიდებულებით არ მგონია რომ მათგან უდესმე ადამიანის მაგვარი არსება სადმე. ხო მე ძალიან ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ისინი საზრდოობენ აი ამ წამებით, როდესაც ისინი უყურებენ გამწარებულ ადამიანებს, ისინი ამით იღებენ სიამოვნებას და ამიტომ რაც უფრო მეტ გამწარებას ნახავენ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ამიტომ ეჭვმეპარება რომ კი ვუსურვებ მას რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ არ მაქვს ამის მოლოდინი, იმიტომ რომ ისინი ამით იღებენ სიამოვნებას. ჩელე, შენ თქვი რომ მათ უფლება აქვთ იმის რომ ამაზე უარი თქვან, რომ თუ ვიცით როგორ არეგულირებს ამას ყველაფერი, რატო ჩდება წინასწარი რახან არის მაგ შემთხვევაში, ეგ არის ამბავი?
მე როგორც ვიცი, ბრალდებულებზე არის ეს მუხლი და თან როგორც არ უნდა იყოს, უბრალოდ შეუძლია თქვა, რომ აი კონკრეტულ დღეს საბადრაგო რესურსის სიმწირის გამო ვერ მოხდა კონკრეტული მსჯავრდებულის გაყვანა. ანუ ამ შემთხვევაში პატიმრებზე როგორც ვიცი, არა და პირიქით უნდა იყოს. პირიქით უნდა იყოს, ადამიანის დამტკიცებული ბრალი არ აქვს და მაინც აკლებს, ასე ვთქვათ, ამ შესაძლებლობას, რომ დაესწროს ესეთ ზოგადად მაგაზე იშვიათად საუბრობთ ხოლმე, ეხლა რატომღაც სხვა რაღაცებზე გადავიდა ფოკუსი, თუმცა საჯარო ახსოვების დაწესებულებებში მოთავსებული ადამიანების დიდი ნაწილი ვერ იღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას, ვერ იღებს იმ პირობებს, რომლებსაც უნდა იღებდნენ და რაღაცა ეს თემა უფრო სენსიტიური გახდა ხოლმე გამომდინარე წინა ხელისუფლების ქმედებებიდან და იმ ბრალდებებიდან, რაც აქვს ხოლმე მოქმედ ხელისუფლებას მადამი, თუმცა ამაზე უფრო მეტი სალაპარაკოა, როგორ ვიქცევით ხალხს, ვისაც დამნაშავების ვეძახით და ზოგადად ვის ვეძახით დამნაშავებს, თუ ამბობთ, რომ ყავს სასამართლოში კლანი და არ ვენდობით პოლიტიკურ საქმეებზე, მე მაგ კლანს არ ვენდობი არც სხვა საქმეებზე და ზოგადად მგონია, რომ არაპროფესიონალები არიან, ის კი არა, რომ ბოროტები არიან. მე ვნახე მოსამართლე, რომელსაც 2 წელიწადში აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოუძებნე რა უნივერსიტეტია და სად არის. არ ვენდობი მაგ ადამიანს, არ ვენდობი მის შინაგან რწმენას და მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას. ეჭვი მაქვს ეხლა აქ რო იჯდეს, აგერ 2 იურისტი ვარ და უბრალოდ ძალიან მარტივ რაღაცებს შევეკითხებოდით და ჩავჭრიდით, უბრალოდ არ ეცოდინებოდა და საკუთარი მდივნის იმედია სავარაუდოდ, ასე რომ უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს მიერ გადაცემული უფლებით უშვებთ ციხეებში და ვეძახით დამნაშავეებს. ჩელე, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რაღაცნაირი კრიზისი არის, ტირანია, რომელიც უკან არ დაიხევს და სამწუხაროდ მათ ხელში არის ძალაუფლება და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომლის მთავარი იარაღი არის ის ერთობა, რომელიც იგრძნობა. როგორ ფიქრობ, როგორ გაგრძელდება მოვლენები, რა არის ამ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მე იქით ამ მხარეს არაფრის იმედი არ მაქვს და საერთოდ ვერ განვიხილავ იმას, რომ იქ რაღაც შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისაკენ. ეს წარმოუდგენელია ყოველდღიურად, ისინი უფრო და უფრო სასტიკები ხდებიან. რა უნდა ქნას ხალხმა, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, რა უნდა ქნას ოპოზიციამ, ყველას თავისი საქმე აქვს ამ ბრძოლაში. ძალიან კარგი შეკითხვა, რა უნდა ქნას ხალხმა და ყოველთვის პასუხი მგონია, რომ რასაც იზამს ხალხი, ალბათ ეგ იყო გასაკეთებელი. შეიძლება უფრო უკეთ ვინმე ერთმა ლიდერმა და გენერალმა დაგეგმოს ხალხის მასის მოქმედება, თუმცა საბოლოოდ ბუნებრივი პროცესი, კერძო ინიციატივებზე დაფუძნებული პროცესი მგონია უკეთესი. ამ შემთხვევაში ოპოზიციამ რაც უნდა აკეთოს, უფრო მარტივად უნდა ახსნას რაღაცები, მათ შორის ის როგორი ძალაა ქართული ოცნება, თუმცა ამაში მე ქართული ოცნების წევრებს ვერ შევეჯიბრებ, მე ვერასოდეს ვერ ახსნი იმ არაკაცობის და სიბინძურის მასშტაბს, რომელიც ამ პარტიაში ტრიალებს, ისე როგორც ამას გააკეთებს არქუა და მისი ამფსონი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც მარტო კაცი როცა მეუღლესთან ერთად სადილობს, თავს დაესხმებიან, აფთრებით მე ვერასოდეს მაგ ორმაგ სტანდარტს ვერ ახსნი, ისე როგორც ხსნიან ქართული რომლებიც ერთ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს გინების გამო ადამიანის ფიზიკური ძალადობის გამო უყენებენ პოლიტიკური დევნის მუხს და როცა გახარიას რამოდენიმე ადამიანი თავს დაესხა, ეს თურმე უბრალოდ ძალადობა ყოფილა. საბოლოო ჯამში ყველაფერს აკეთებს ეს პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ თვით ლუსტრაცია მოახდინოს და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს, როგორი პოლიტიკური ძალაა. დღეს აბა ბრაჭველს ეწერა სტატუსი, რომ აი რასაც გაფრთხილებდით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ეს მოხდებოდა, ხო მართლა ეს მოხდებოდა და მართლა ყველაფერი ახდა სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე, როცა ახდება შენი კოშმარი და ეს არის რომ დაიწყო ადამიანების წმენდა რეპრესიები. ხო არასო, აი მაგალითად 2 წლის წინ ხო არ წარმოგვიდგინა რომ პარლამენტის დეპუტატები საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთაც ერთერად იძალებდნენ ადამიანებზე. მიღბების გარეშე, რაც ყველანაირი ტყუილისა ზედმეტი ფარულობის გარეშე დღის იმზისით მივარდებოდნენ ადამიანებს და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მიუხედავად იმისა, ხა ვის როგორი დამოკიდებულება აქვს კახარიას მიმართ, ყველა ხვდება რომ დასაგმოვი ფაქტია, არ შეიძლება ამის გაკეთება, სოლიდარობა გიორგი ხარიას და უნდა დააკავონ ყველა დამნაშავე, რომელმაც ამაში მიიღო მონაწილეობა. იმიტომ კი არა რომ მაგალითად ვერ შეიძლება გიორგი ხარიას მაინც და მაინც ძალიან თანაუგრძნოდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც დამნაშავეები დაუშლები დადიან. არ შეიძლება ცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც ყოფილ პრემიერს და მათი გუნდის წევრს ასე ფიზიკურად უსწრებენ. როგორ შეიძლება მანდ ვინმე თავი დაცულად იგრძნოს და თქვას, რომ ახლა მე უფრო მეტ ყურადღებას მომაქცევს, მე ვინმე თუ ესე ფიზიკურად გამისწორდებიან და საბოლოოდ
აი გაჩუმებულ ადამიანებს ეხებათ რა. თუ ხმას არ ამოიღებენ, აუცილებლად მოვა დრო, როცა მე მომდევათ ლაპარაკი. ეგრე იყო 21-ში ვინ შემოუძღვა ამ ქვეყანაში კომუნისტებს, მე თვითონ დასაცავები გახდნენ 37-ში. უბრალოდ აქ მე როცა ესენი დასაცავები გახდებიან, ერთი მედია არ იქნება, ერთი ჟურნალისტი არ იქნება, ერთი ადვოკატი არ იქნება თავისუფალი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ იქნება, რომელიც ყურადღებას მიაქცევს და მათ პროცესზე მივა. ეს უნდა გაიაზრონ. უბრალოდ ეს არის მომავალი, რომელიც ჩემი აზრით არ დადგება. კი აქვს ძალაუფლება ფორმალური და ფურცელს დაწერილი, თუმცა რეალური ძალაუფლება არის ხალხში და როცა ხალხი გადაწყვეტს, როცა ხალხის მასა მიაღწევს კრიტიკულ რაოდენობას, გონია რომ გემიდან პირველი ვირთხე განმოხდებოდა. კიდე საბაზრო სტატუსის მეორე ნაწილში არის კიდე მნიშვნელოვანი ის, რომ რასაც გეუნებოდით ხო ახდა და ეხლა კიდე რაღაცას გეტყვით და ეგეც ახდება და კიდე რაღაცა არის ის, რომ ეხლა რაც ხდება რეალურად, ეს არ არის ის რეპრესიები, რომელზეც წამსვლელი არის ქართული ოცნება. კიდე ბევრად შორს არის წამსვლელი და აუცილებლად წავა, თუ ჩვენ გავჩერდებით და არ დაუპირისპირებთ ამას შესაბამის ერთიანობას, სოლიდარობას და აი მაგალითად შემთხვევით არ მიხსენებია საჯარო მოხელეები ამ შემთხვევაში ხო ის ადამიანები რომლებიც სამსახურებიდან მათ შორის ძალიან მაღალ თანამდებობიდან საჯარო სამსახურებიდან გაუშვეს რამდენიმე დღის წინ ერთი თვის წინ ამბობდნენ რომ რაღაც მათ შორის საკუთარ თანამშრომლებსაც ეუბნებოდნენ რომ აქციებიდან უნდა დიხართ და ასე შემდეგ დღეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმისთვის რომ საჯარო მოხელეებმა ხმა აიმაღლონ, გაიფიცონ და ასე ვთქვათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ მათივე სამსახურებში იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს გაგიშვებენ სამსახურიდან ვინ შეიძლება ახლა ამას უყურებდეთ და ფიქრობდეთ რომ დღეს გაფიცვაში, იმიტომ არ მიიღებთ მონაწილეობას, რომ ან სამსახურიდან გაგიშვებენ, ან მიზეზით არ ჭირდებათ, აბსოლუტურად უმიზეზოდ შეუძლიათ გაათავისუფლონ. მთელი საქართველოს და ძალიან დიდი რაოდენობა შეიძლება ძალიან სწორედ აღიაროს, რაღაცა კრიტიკულ მასას არ მიაღწევს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ რეჟიმს უპირისპირდებიან, ძალიან გაგვიჭირდება ამ რეჟიმის გადატეხვა, იმიტომ რომ კიდე ბევრზე არის წასვლელი. ჯერ ბევრი რაღაც არ გაუკეთებთ. ეხლა ეს რაღაცა სპორადულად შეიძლება სასტუმროში ვიღაცას დახვდნენ, შეხვდნენ და იქ ფიზიკურად გავხდეთ. არა, მიზანმიმართულად დაიწყებენ ადამიანების დევნას და იარაღის ხელში აღებას არ ასე ვთქვათ შერწყება და მორალური ასე ვთქვათ ჭმუნვები რამდულად არ ექნებათ. ამას წამსვლელები არიან, რომ ჩვენ ამას დაუპირისპიროთ ერთიანობა და ასე ვთქვათ რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ რაღაცეები საქართველოში არ მოსულა და მართლა არ მოსულა. ეგრე იყო ყოველთვის. ამ ქვეყანაში ამდენი ადამიანის გამწარება არავის არ შერჩენია და არ შერჩება. ეხლა გიორგი ახობაძის შემთხვევა არის, მართლა რასაც აი გუშინ რომ მოვისმინე ეს ამბავი, მართლა ტვინში სისხლი ჩამექცა, იმიტომ რომ აი როგორ გაამწარეს ადამიანი და ასეთი ქმედება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, პატრიოტების მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის დასაცავად იყვნენ ქუჩაში გამოსულები, არავის არ შერჩენია და არავის არ შერჩება. მიუხედავად იმისა, ესენი ხელისუფლებაში დარჩებიან თუ არ დარჩებიან, რომც დარჩენ ხელისუფლებაში, მაინც არ შერჩებათ, იმიტომ რომ გამწარებული ადამიანებისთვის ვიღაცა ხელისუფლებაში თუ არ არის ხელისუფლებაში მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ მე არ შეგონებას არ დავიწყებ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ აზრი არ აქვს, მათ ყველანაირი აქვს მორალური ზღვარი გადაკვეთილი აქვს, მაგრამ იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ კონდეს რაღაცა რეზერვაციები დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ხმამაღლა თუ არა და შემოვიდნენ ამ ბრძოლაში თუ არა, იმიტომ რომ ეხლა მართლა ბრძოლა მიდის იმაზე, ეს ქვეყანა გადარჩება თუ არ გადარჩება და დაუბრუნდება თავის ასე ვთქვათ ისტორიულად არჩეულ გეზს თუ წავა იზოლაციონიზმისკენ და დარჩება გახდება როგორც დაღესტანივით ან ჩეჩნევით მიუხედავად დიდი პატივისცემისა ამერების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებებს და გამარჯვებას გისურვებთ. დარწმუნებული ვარ რაღაცნაირად გავაღწევთ ამ ლაბირინთიდან თავს. დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ახლა კი გიორგი მე ვახსენე გიორგი აკუნაშვილის პროცესი იყო დღეს და სასამართლო პროცესიდან გამოვიდა და მინდა რომ ჩვენ აყურებელს მოვასმენინოთ გიორგის სიტყვა. განსაკუთრებით უნდა დავუშვათ ის ხალხი, ვისაც შეძლო სუსტი და იმპულსიები იყო ის თუ ვიღაც მოძალადე პირობითად. ნიძა, რომელიც დემონსტრანტებს ზურებში ამბობდა და ზურებში ამბობდა სული ამ სიტყვის მნიშვნელობა. ამიტომ თუ იმიტებს ნახავთ, დაინახავთ, რომ თელი დღის განმავლობაში ხაზ დაარღვევდა შაუში ჩასული მიღბიანი ადამიანები ჩუბად მოემართებოდნენ ჩვენსკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. ისე უკან წავიდოდნენ, ვიღაც ჩვენს წაიყვანდნენ, ჩვენს დემონსტრატიული ხმობ წაიყვანდა და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. და ამ ჯაჟმუში ხელისყურაში ალბათ მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა ეძახის მიპარვას ჩუმად, წყნარამიდში, ზიანამიდში და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია.
გიორგი აღწერა ის რაც ხდებოდა აქციებზე. გიორგი ვინც არ იცის დააკავეს მარტის აქციების ორჯერ რუსული კანონის მეორე შემოტანის პერიოდში. იქ იყო ძალიან დიდი ადამიანების რაოდენობა, სადაც ჯგუფურად პოლიციელები შემოდიოდნენ ამ ხალხის მასში. გადაღება მიმდინარეობდა. ფიზიკურად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს, მე გადიოდნენ უკან ვიღაცას ხელს მოკიდებდნენ და შეათრებდნენ და დანარჩენებს ვისაც ვერ ახერხებდნენ რომ დაეჭირათ, იმათ უბრალოდ ურტყავდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. როგორც გიორგი ამბობს, ამ ერთ-ერთ შემოვარდნის დროს ამ ჩოჩქოლში ვიღაცას შესაძლოა მოხვდა ხელი და ზუსტად მაგიტომ იმყოფება ის ახლა საპრობილეში. ასევე მინდა სასამართლო პროცესი გადაიდოთ, ეს გადადებებიც რაღაცა მათი ასე ვთქვათ ხელწერა არის, ასევე მინდა ავნიშნოთ ისიც, რომ რესტორან ბაბილოსთან დაკავებული ადამიანები არიან, რომლებსაც 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის არის ჩემი კოლეგა გიორგი ჩაჩანიძე, არაჩვეულებრივი მსახიობი და არაჩვეულებრივი ადამიანი და მე მას მინდა რომ აქედან რაღაცნაირად გავამხნევო და ვუთხრა რომ თქვენს გვერდით ვართ, არა მარტო გიორგის, არამედ ყველა პოლიტპატიმრის გვერდზე ვარ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ამ ბრძოლაში ბოლომდე, ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ თქვენთან ერთად. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ეს იცოდეთ, ეს მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ მათთვის. ერთ მნიშვნელოვნად ლიკა ზაკაშვილი გვეყოლება ჩართვით ონლაინ გამოცემა პუბლიკას მთავარი რედაქტორი. მოგესალმებით ლიკა, მადლობა ჩართვით. მოგესალმებით ლიკა, ჩვენ ვიხილეთ და ვნახეთ, ასე ვთქვათ, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. ძალიან რთული არის იმის წარმოდგენ, რომ ასეთი რანგის ჟურნალისტი დღეს შეიძლება იყოს პატიმრობაში, როდესაც ამდენი, მოდი პირდაპირ ვიტყვი, ავაზაკი და მავნებელი არას თუ დასჯილი, არამედ მათი სახელები და გვარებიც კი არ ვიცი. ძალიან რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც გისოსებს მიღმა არიან და იმ ადამიანებისთვის, მათი ახლობლებისთვის, რომლის გამწარებულ სახეებსაც უკვე ამდენი დღეა ჩვენ ვხედავთ. კი, ზოგადად ბათუმში ძალიან ცუდი სიტუაცია, ამას დავამატებ ლიკა ერთი ორი სიტყვით, გარდა იმისა, რომ გუშინ მზია ამაღლობელის პროცესიც ვიხილეთ და აბსოლუტურად გაუგონარი ამბავი არის ამ ადამიანის წინა საპატიმრობაში დატოვება. ამავდროულად გუშინ ღამევე დღესდილას გამთენიისას თავდასხმა იყო ზვიად ქორიძეზე, თავდასხმა იყო გიორგი გახარიაზე, ბათუმის შერატონის სასტუმროში, სადაც ეხლა ჩელემაც ახსენა ორი წუთის წინ, ანუ ჩვენ შევესწარით მთელი საზოგადოება იმას, რომ ალე კოილისაშვილს, რომელსაც ედავებოდნენ პოლიტიკურ დევნას ადამიანზე და ხელისმოქმედის გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მას, გიორგი გახარიაზე თავდასხმის და ზვიად ქორიძესთვის თავდასხმისთვის დიმიტრი სამხარაძე და მისი თანხლები პირები და საუბარი რამდენიმე გიორგი მანუელიძე და დიდი ჯგუფი იყო ადამიანების, ისინი დღეს თავისუფლად დაიარებიან ქუჩებში. მაგ ნაწილსაც მინდა რომ შევეხოთ მოკლედ გარდა იმისა თუ რა მოხდა გუშინ პროცესზე. პროცესზე ჩვენ ნახეთ, რომ მოსამართლემ ფორმალურად ისიც კი არ იკადრა, რომ გასული იყო სათათბიროდ, არ ვიცი, მოჩვენებითად მაინც მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული გადაწყვეტილება, მოუმზადეს გადაწყვეტილება და სრულიად არაპროპორციული სასჯელი გამოუტანა მზიას და ის გაუშვა წინასწარ პატიმრობაში. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ხო უსამართლოა და უსაბუთებელია, იმიტომ რომ იქ არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ან მიმალვის საფრთხეს, ან კიდე მოწმეებზე სავარაუდო ზემოქმედების რისკს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მოწმეები არიან პოლიციელები, თავად უფროსი პოლიციის, რომელიც დაზარალებული, არ ვიცი, ვინც არის და უბრალოდ შეუძლებელია, რომ მზიას მათზე მოეხდინა ზეწოლა და გაენადგურებინა რაიმე მტკიცებულება, ეს მტკიცებულება მათ უკვე აქვთ, რომელიც აჭარის მაუწყებლის ეთერით გადაიცემოდა და მოსამართლის გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებელი და ეს იყო სადამსჯელო ჩვენება იმის, რომ შეაშინონ მზია, შეაშინონ ონლაინ გამოცემა ბათუმელები და ნეტგაზეთი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მათ არ გამოუვათ, ესე ცდილობდა ყველა ხელისუფლება ამ გამოცემთან მიმართებით, მაგრამ თითოეულ მათგანს კოზინაციაში ჩაუვარდა. რაც შეეხება თვითონ ბრალს, ბრალიც არის, რა თქმა უნდა, სრულიად შეუსაბამო, არაერთი კვალიფიციური იურისტის განმარტება უკვე მოვისმინეთ ჩვენ, რაც მოხდა, ეს შეიძლება იყოს ძალადობის მუხლი, ან კიდე ადმინისტრაციული სამართლო დარღვევა. მაგრამ სახელმწიფომ ისევ და ისევ დემონსტრაციულად გამოიყენა საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აი ეს იყო რაც ვნახეთ, შემდგომ უკვე რაც შეეხება შერატონში განვითარებულ მოვლენებს, ხო? ჩვენ მზიას სასამართლო პროცესის შემდეგ მივედით აჭარის მაუწყებელში. ხო, ამის შესახებაც მინდოდა. კი.
დიახ, გვინდოდა რომ ჩვენი კოლეგის დაკავებაზე, ამ კანონო პატიმრობაზე, აი ეს გვესაუბრა იმ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაზე, გვესაუბრა მზიას პროფესიულ ცხოვრებაზე, გვეთქვა რატო არ იმსახურებს ის და რატოა ეს სწორედ დემონსტრაციული დასჯა კრიტიკული მედიის და აგვეხსნა ეს ყველაფერი აჭარის მაუწყებლის მაყურებლებისთვის. მივედით სადღაც 8 ადამიანი, სრულიად მშვიდად გვინდოდა რომ მოგვეთხოვა შეხვედრა მაუწყებლის მენეჯმენტთან და ძალიან წამებში მოხდა, როდის გამოიძახა მაუწყებლის დაცვამ ამდენი სპეცრაზმელი არა, უფრო სწორად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები მოვიდნენ, გაივსო მაუწყებლის შენობა ამ ხალხით. ამ დროს ეთერთურაძე იყო შინით შესული და სწორედ ეთერი გამოიყვანეს თუ არ ვწდები დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ეთერიდან. შემდგომ ჩვენ შევედით და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვთქვით ჩვენი სათქმელი და დავტოვეთ ტელევიზიის შენობა. ამის შემდეგ წავედით და ჩვენ სადაც ვიყავით გაჩერებული ამ სივრცეებში და სადღაც 2:20 წუთზე მე გელამთილიშვილი დამიკავშირდა და მითხრა რომ შერატონში ზვიად ქორიძეს დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. და აუცილებელი იყო რომ იქ მივსულიყავით, ძალიან სწრაფად ავდექით, წავედით, ადგილზე სადღაც 7 წუთში იქ ვიყავით. და როცა შევდიოდით, ჩვენ ზვიადისგან მქონდა ინფორმაცია, რომ ისევ ლობიში არიანო დიმიტრი სამხარაძე და მისი თანხლები პირები, მანველიძე ერთ-ერთი, რომელიც დასახელდა და გვაფრთხილებდა, რომ ფრთხილად იყავითო. და ჩვენ რო შევედით, უკვე დიმიტრი სამხარაძე იქ აღარ იყო, მაგრამ დავინახეთ იჯდა გიორგი გახარია, რომელიც იყო ნაცემი, ძალიან მძიმედ. და ადგილზე იყო მოსული სასწრაფოს დახმარების მანქანა და უწევდა სამედიცინო დახმარებას. ლიკა, მე როგორც ვიცი, სასწრაფო დახმარება ადეკვატურ დროს მოვიდა, თუმცა პოლიცია 9 საათის დაგვიანებით გამოცხადდა იქ და დღეს უკვე მოვისმინეთ რაღაცა პროპაგანდისტული ვერსია იმისა, თუ რა მოხდა სასტუმროში. იქ თითქოს საუბარი იმედმა გაავრცელა ქარდი, რომ თითქოს გიორგი გახარიამ დაიწყო დაპირისპირება. ანუ უკვე ხედავთ თუ საით მიყავს ამ გამოძიებას, ასე ვთქვათ, ეს პროცესი და ხო, აი ძალიან საგულისხმოა ის უნდა ითქვას, რომ გიორგი გახარია, არ ვიცი, აი მართლა ძალიან მძიმედ იყო ნაცემი, მე რაც ვნახე. იქ ვიყავი და ჩემი თვალებით ნახე ეს და ეს იყო ჯგუფურად დაესხა 10-მდე ადამიანი დაახლოებით, ეს როგორც ამბობდნენ თვითმხილველებით და თავადაც დაახლოებით, სხვა შორის ზვიად ქორიძეც დაახლოებით ამდენიმე ადამიანს აღწერდა, 10-12 კაცი მონაწილეობდა ამ თავდასხმაში ზვიადის შემთხვევაშიც. და გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 1 წლამდე პატიმრობას. ადამიანს აქვს მოტეხილობები და აქვს ტვინის შერყევა. და მზია ამაღლობელი შემთხვევაში, როცა უბრალოდ ხელი შემოუქმნია, პასუხი იყო იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც მიაყენა პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს. ფაბრიკაცია გაუშვეს პირდაპირ ეთერში, სადაც ხმა არ ისმოდა და მხოლოდ ხელის მოქნება იყო ეგეც. ხმა ისმის, რომ სრულად იყოს აღქმული როგორ იქცევა ეს ვითომ პოლიციელი, რომელიც არის ჩვეულებრივი აგენტი პროვოკატორი, რომელიც იწვევს მოქალაქეებს, აწყობს პროვოკაციას, აგინებს მათ, ქმნის იმგვარ ვითარებას, რომ შემდგომ გამოიწვიოს ადამიანები ჩაითრიოს ამ პროვოკაციულ სიტუაციებში და შემდგომ შეკერონ ასეთი საქმეები და არაპროპორციული მუხლით დაიწყო გამოძიება და ესეთი არაპროპორციული სასჯელები და აღკვეთი ღონისძიების ფორმები შეუფარდონ. და შემდგომ ზვიადიც ამბობდა 10-12 და აი ასეთ შემთხვევაში დაწყებულია ძალადობის მუხლით. 1 წლამდე პატიმრობა. ჩვენ ვეკითხებოდით შერატონში პოლიციას, რომ ხუმრობით, ნახევრად ხუმრობით რა თქმა უნდა, რომ ალბათ უკვე დაკავებულია სამხარაძე და ის მეორე აჭარის მანველიძე. მართლა არ ვიცი, აი მე გვეცინა თუ გვეტირა რა დღეში ვართ, რომ იდენტიფიცირებული მოძალადეები, რომელთა იქ ყოფნას არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა. ათობით ადამიანი ადასტურებდა, რომ დიმიტრი სამხარაძე მონაწილეობდა როგორც გიორგი გახარიას თავდასხმაში, ისევე ზვიად ქორიძემ თავად თქვა, ზვიადის შემთხვევაში იყო ასეთი, რომ ზვიადი იჯდა ლობიში, სადაც არის სარესტორნო სივრცე და მას მიუახლოვდა ჯერ მანველიძე, რომელიც გაეცნო და უთხრა, რომ შენ ზვიად ქორიძე ხარო, მიულოცა ახალი წელი და შესთავაზა ალკოჰოლი, რაზეც ზვიადმა უთხრა უარი
უთხრა რომ არ სვავდა და ასევე მიულოცა ახალი წელი. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში მას მიუახლოვდა დიმიტრი სამხარაძე თან ქალბატონთან ერთად როგორც ზვიადი იხსენებს და ასევე კითხა ვინაობა ზვიადი ხარ ხო ქორიძე გიცნობ შემდგომ უთხრა რომ ნაცების რაღაცა შეაგინა ნაციონალურ მოძრაობას რაზეც ზვიადის პასუხი ზვიადმა უპასუხო დატოვა და მე მიუბრუნდა და რაო შემაგინეო ანუ პროვოკაცია რა ისა და აი ამის შემდეგ წამოიშალა გვერდზე მაგიდებიდან რამდენიმე ადამიანი დაახლოებით 10-მდე ადამიანი და გაემართნენ ზვიადისკენ როგორც ზვიადი ამბობს მანუელიძემ მისი მისამართით ისროლა რაღაცა ქოთანი ყვავილის ქოთანი კი ჩანდა კიდეც იქ დაზიანებები იმიტომ რომ ეს დაიმტრა ეს ქოთანი მე იმედი მაქვს რომ იქ ჩანაწერები იარსებებს ამ მოვლენების და საზოგადოებამ ან შეუძლებელია იმდენი კამერა შეუძლებელია რომ არ არსებობდეს სავსეა კამერებით კი ძალიან დიდი და როგორც ზვიადი როცა ავიდა ოთახში შემდგომ არ ვიცი საიდან ბრუნდებოდა გახარია შევიდა თუ არა მერიოდში ეს ადამიანები ისე ვიქ იყვნენ და აი მე მოხდა გახარიას ეპიზოდი ძალიან დიდი მადლობა ლიკა წარმატებებს და გამარჯვებას გისურვებთ დაგემშვიდობებით მშვიდობიან ხო, ნუ მართლა როგორც უნდა ისე ჭრიან და კერავენ. კი. სამწუხაროდ ეგეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ ხომალად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვინოთ ხმა თუ როგორი რეჟიმი ყალიბდება ამ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია პირველ რიგში სოლიდარობა და ერთიანობა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ ელენე ჯაფარიძესთან ერთად დავბრუნდებით, იმიტომ რომ ფსიქოლოგის რჩევებით ნამდვილად გვჭირდება რომ რაღაცნაირად ამ ტირანიას კარგად შევებრძოლოთ. ასე დაგველოდეთ.